მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, მე ახალი ვარ YouTube-ზე, სულ რაღაც მესამე ვიდეოა ეს ჩემი. ძალიან მინდა რომ პოპულარული გახდეს ჩემი არხი, ძალიან მინდა რომ სწრაფად ავაგროვო გამომწერები და იმედი მაქვს რომ დამეხმარებით და გვერდით დამდგებით. მე ვარ მხატვარი, ამჟამად მეთოჯინე, 12 წელია თოჯინებს ვაკეთებ და ეს არის ჩემი უსაყვარლესი საქმე. გუშინდა დღეს რაღაც ძალიან ცუდ განწყობაზე ვარ, რაღაცა სევდა შემომაწვა და ალბათ ეს ზოგადი ფონია იმის, რაც ჩემ ცხოვრებაში ხდება. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ 12 წლის განმავლობაში მე ვცხოვრობ ამ ჩემი საქმიანობით. მე ვარ 56 წლის, არც თუ ისე კარგი და სასიამოვნო იყო ჩემი წარსული, მაგრამ ამ ყველაფერს თავი დავახწიგე და არასოდეს არ შემიწყვეტია განვითარება. ყოველთვის ვცდილობდი რომ ჩემი თავის უკეთესი ვერსია შემექმნა და ახლაც ამას ვცდილობ და სწორედ ამიტომ აქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ. განსაკუთრებით ჩემი ასაკის ადამიანები. მე ბევრი რამე შემიძლია, ძალიან საინტერესო იქნება ჩემი კონტენტი, ვაჩვენებ ჩემი ცხოვრების რაღაც მონაკვეთებს, ჩემი მუშაობის ეპიზოდებს, თუ როგორ მუშაობ თოჯინებზე და მექნება ესეთი ღრმა ფსიქოლოგიური საუბრების თქვენთან, იმიტომ რომ ამ დარგში საკმაოდ ჩახედული ვარ და ცხოვრებისეული გამოცდილებაც დიდი მაქვს და შემიძლია რომ რაღაც რჩევები მივცე, სწორი რჩევები მივცე ადამიანებს. და ერთი პრობლემა მაქვს. ჩემი თოჯინები აღარ იყიდება. არადა 12 წლის მუშაობის შედეგად გავხვეწე ჩემი საქმე, სრულყოფილი გავხადე ჩემი თოჯინები, მაქსიმალურს ვაკეთებ, დაწყებული მასალების შეძენიდან, დასრულებული, ფოტოების გადაღებით, რეკლამით, ყველაფერს ვაკეთებ აბსოლუტურად, რომ ჩემი საქმე წინ წავწიო, მაგრამ უკვე აღარაფერი არ გამომდის. 2 წელია უკვე ამ მდგომარეობაში ვარ და მე არ ვიცი რა ხდება ჩემ ცხოვრებაში, რატო ვარ ესე დაბლოკილი, იმიტომ რომ მე მცდელობას ნამდვილად არ ვაკლებ. ჩემ საქმეს მაქსიმალურს ვცდილობ, ხასიათი მაქვს თვითონ ესეთი, რომ თუ რაიმეს ვაკეთებ მაქსიმალურად კარგად და მთელ სულს და გულს ვდებ და ვცდილობ, რომ მაქსიმალური შედეგი დავდო, მაგრამ არაფერი არ გამომდის, აღარაფერი არ გამომდის. და მე არ ვიცი საით მივყევარ სამყაროს, ალბათ რაღაცას მანიშნებს, რაღაცისკენ მიბიძგებს, პრესი გაკეთებაც მე ძალიან არ მინდა. მეზარება, ასე ვთქვათ. ეს თოჯინების სფერო არის ჩემთვის უკვე ძალიან ნაცნობი, ასე ვთქვათ, გაშინაურებული და ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, როდესაც ჩემ საქმეს ვაკეთებ, მაგრამ ერთია რომ კარგად ვგრძნობ თავს ადამიანი და მეორეა რომ შემოსავალი გჭირდება, რა თქმა უნდა. ჯერ მარტო იმიტომ რომ განვითარდე და მეორეც ელემენტარული საკვები ყველას გვინდა, ხო, ტანსაცმელი და კომუნალური გადასახადები და ასე რაღაცა. ალბათ ბევრს ქონია ცხოვრებაში ასეთი მომენტი, რომ ძველებურად ცხოვრება ან აღარ გინდა, ან არ გამოგდის. რაც არ უნდა ბევრი ეცადო, მაინც არაფერი გამოგდის. ძველებურად აღარაფერი გამოგდის და ახლებურად როგორ იცხოვრო და რა გააკეთო, არ იცი. აი სწორედ ეს მომენტი მაქვს მე დღეს, ძალიან დაბნეული, ძალიან გაორებული ვარ. რა გავაკეთო არ ვიცი, იმიტომ რომ ჩემი ცხოვრების საკმაოდ დიდი მონაკვეთი შევალიე ამ საქმეს, ძალიან გული მწყდება, რომ ალბათ მომიწევს ამ საქმის მიტოვება და რაღაც ახალი შესწავლა, რომ შევძლო ელემენტარულად არსებობა და ღირსეულად ცხოვრება, ასე ვთქვათ. რას ვიზავთ? რადგან ცოცხლები ვართ, რადგან ჯერ კიდევ ვსუნთქავთ, რადგან ჯერ კიდევ ვხედავთ, რადგან ჯერ კიდევ შეგვიძლია რომ რაღაც შევცვალოთ ჩვენ ცხოვრებაში, უნდა შევცვალოთ, სხვა გზა არ არის. ცხოვრება ეს ერთი დიდი თამაშია, რომელიც მუდმივად რაღაც ახალ დავალებებს გაძლევს და შეხირსეულად უნდა გაართვა ამ დავალებებს თავი. დიდი მადლობა, რომ მიყურეთ, ვინც მიყურეთ, ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის და იმედი მაქვს, რომ გამოიწერთ ჩემს არხს, დამილაიქებთ, დამიკომენტარებთ, მხარს დამიჭერთ, დავეხმაროთ ერთმანეთს და დავეხმაროთ სამყაროსაც, რომ უკეთესი გახდეს.